რაც ხო ეკითხავს ბატონ სანდროსთან მექნებოდა შეკითხვა მარტივად ძალიან თქვენ რო იყოთ მთავრობა რას გააკეთებთ ფასების შემცირებისთვის. დიდი მადლობა ბატონო. მე რო ვიყო მთავრობა პირველ რიგში დაურეკავდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც თქვენი დანიშნულია პარლამენტში და უმრავლესობა შემიქნებოდა სავარაუდოდ და პარლამენტის ზედამხედველი იქნებოდა ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის და ვეტყოდი რომ ქალბატონო ნათია გეყავთ ფულის ბეჭდა. ეროვნულ ბანკს არ დაებეჭდა ფული, ფასები არათუ არ გაიზრდებოდა. შეიძლება შემცირებული იყო კიდეც. და ეს არის მთავარი მიზეზი. თქვენ ბატონო ერე ხო კონსტიტუციის ავტორი ხართ. თქვენ კონსტიტუციაში გიწერიათ რომ ფასების სტაბილურობაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. არა მთავრობა, არა რომელიღაც სამინისტრო, არა სუსი, არამედ ეროვნული ბანკი. მას რატომ ჩაწერეთ კონსტიტუციაში ის? თუ ეს არ იყოს სწორი. ამიტომ მე უშუალოდ თქვენივე კონსტიტუციით ხელმძღვანელებდი და მოვთხოვდი ეროვნულ ბანკს რომ აღარ დაბეჭდოს ფული. და იცით რატომ ბეჭდა სხვადასხვა ეს რადგან კითხვა დამისვით ფულს. აი კომერციულ ბანკს მე-5 წელი აქვს რეკორდული მოგება. იმიტომ კი რომ გენიოსები არიან. აი თქვენ გაღებთ ქსელების მოგება, აფთიაქების მოგება და კომერციულ ბანკებს მე-5 წელი რეკორდული მოგება რო აქვთ. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ბეჭდავს ფულს. ჯერ იაფა დაძლევს კომერციულ ბანკებს ფულს და ისინი მერე გასცემენ მოსახლეობაზე სესხს. და ჩვენ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ხანძლივი ორნიშნა ინფლაციის პერიოდი დაფიქსირდა მათ შორის სულ ცოტა ხნის წინ. როცა თქვენ პარლამენტში იყავით და მე გეუბნებოდით რომ მოდი რამე ვქნათ არ დავბეჭდოთ ეს ფული უზარმაზარი ინფლაცია გვაქვს და რას არ ბრალდებოდა ხან კოვიდს ხან ომს მაგრამ ჩვენ ვიყავით სოფლიოში 20 ყველაზე ცუდ 20-ეულში ზოგ ქვეყანაში ომი მიდიოდა და ჩვენზე დაბალი ინფლაცია იყო ყველას ჰქონდა კოვიდი მაგრამ ჩვენზე დაბალი ინფლაცია 100-ზე მეტ ქვეყანას ჰქონდა და ამიტომ ჩემი თავარი წუხილი ამ დებატების და ზოგადად თქვენი საქმიანობის და იმ დისკუსიის რომელიც საზოგადოებაში მიდის არის რომ აი ყვირის პრობლემა 7 მილიარდით რო გაიზარდა ფულის მასა ერთ წელიწადში ეს როგორ შეიძლება არ აისახოს ფასებზე და მე ამას ნამდვილად გამოვასწორებდი უბრალოდ პარლამენტს მინიმუმ ვეტყოდი რომ გაეკეთებინა ის რაც პარლამენტმა უნდა გააკეთოს და განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა ეროვნულ ბანკზე მაგრამ თლად დიდი ძალაუფლება თუ მექნება მე დაუშვებდი რომ ჩვენ ქვეყანაში ხალხმა ივაჭროს იმ ფულით რომელიც მათ უხარიათ დოლარში, ევროში, რომ უბრალოდ თუ ეროვნული ბანკი მაინც გააგრძელებს თავის მამნებლობას, მინიმუმ სხვა ვალუტა მაინც გამოიყენონ, მაგრამ ეს უკვე იმედია ქართული ხალხი ამ ხელა ძალაუფლებას მომწევს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ შემთხვევაში ამ პრობლემებს მარტივად მოვაგვარებდი და თუ დამიჯერებთ, წლის ბოლოს ფასების და გაჩერდება. საკმარისი ერთი ზარი განახორციელოთ ნათია თურნავასთან.